სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი მსახურებისათვის. დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წანდილი, კოლიო ვაკურთხეთ და ჩვენ ამაზე ვისაუბრია, მაგრამ კიდევ ორიოდე სიტყვით შევეხოთ, რას უკავშირდება ეს რიგი. მეოთხე საუკუნეში ერთ-ერთმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა გადაწყვიტა, რომ როდესაც იწყებოდა სააღდგომო მარხვა, დიდი მარხვა იწყებოდა, გადაწყვიტა, რომ ქრისტიანებისთვის ხელი შეეშალა ამ მარხვაში და თუნდაც უნებლიეთ, მაგრამ მაინც დაერღვევინებინა ეს მარხვა და ასეთი რამ მოიფიქრა. რომ უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, რომ ნაკერპავის, ანუ კერპისათვის შეწირული ცხოველის სისხლით ესე იგი დაენამათ ბაზარში ყველანაირი სანოვაგე, სანოვაგე, რომ ქრისტიანები ამას იყიდნენ და შეჭამდნენ, მათთვის იქნებოდა ეს მარხვის გატეხვა და ხა ერთი მარცვალი საკმეველიც კი რომ დაეგდო ქრისტიანს კერპის წინაშე, ეგეც უკვე ქრისტეს ღალატი იყო და ამისთვის თავსაც წირავდნენ. არაერთი შემთხვევა მოხდა, არაერთი კი არა, ათასობით შემთხვევა მოხდა. ამას რა თქმა უნდა ნებით არ გააკეთებდნენ, მაგრამ უნებლიეთ ფიქრობდა, რომ იულიანე განდგომელი ფიქრობდა, რომ ასე გაეკეთებინა. და სწორედ ვისი პარაკლისიც აღვასრულეთ, ახლა წმინდა დიდმოწამე თეოდორე გამოეცხადა ღვთისმთავარს და უთხრა, ეს ჩანაფიქრი აუწყა, ახლა ადამიანი საიდან გაიგებს, თუ ღმერთმა არ გამოუცხადა. და ღმერთმა ინება, რომ სწორედ დაახლოებით 50 წლით ადრე გარდაცვლილი მოწამეობრივად ისიც გარდაცვლილი წმინდა თეოდორე ტირონი გამოცხადებოდა ამ ღვთისმთავარს და ეს მზაკრული ჩანაფიქრი ეუწყებინა. და სწორედ მან აუწყა ღვთისმთავარს, რომელმაც გამოუცხადა უკვე თავის სამწყსოს, რომ ამ კვირაშიო მხოლოდ ხორბალი მიეღოთ, არანაირი სხვა საკვები, მხოლოდ ხორბალი თავთან ერთად მოხარშული და ეს იქნება მათთვის საზრდელი და აი ამის აღსანიშნავად ამ მოვლენისა ღმერთი როგორ ზრუნავს თავის მორწმუნე ადამიანს, ისიც უნდა რომ მთელი გულით ემსახუროს. აი როგორ ზრუნავს, თუნდაც უნებლიე დაცემისაგან ესე გამოიხსნა. ერთი ადამიანის ჩანაფიქრი მზაკრული, მაგრამ მეორეა ღმერთი თუ არ დაუშვებს ამას ადამიანზე ეს არ მოხდება. და აი ამის აღსანიშნავად ადამიანებს დღეს წანდილი მოაქვთ იკურთხება და ნახეთ ერთი პატარა ლოცა სანუ გეშოთ იმისა, ვინც შრომობს და ამას აკეთებს. ზოგი შეიძლება არ აკეთებს, ან ვერ აკეთებს, შეიძლება უნდა, მაგრამ ვერ აკეთებს. ესეც ახლა ღმერთი ხო ადამიანის გულს უყურებს, არა? აი შეიძლება გინდა რაღაცა საკურთხი გააკეთო, იგივე კოლიო გააკეთო, სხვა რაღაცა, მაგრამ რაღაცამ შეგიშალა ხელი და ვერ აკეთებ. შესაძლოა სტუდენტობის დროს თბილისში იგი ყოველთვის მივდიოდი ხოლმე მიცვალებულთა ხსენების დღე რო იყო და ყოველთვის რაღაცა ვცდილობდი, რაღაცა საკურთხი ჩამებურად მიმეტანა ხოლმე რაღაცა. არაფერი, მაგრამ ასეც ახერხებდი. უბრალოდ რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ ეს მიცვალებულებს უფრო მეტად შეეწეოდა და ეს ნამდვილად ეს ის შრომა შეეწევა, ისწავლება რასაც ენა. ერთხელ მოხდა, რომ ვერაფერიც ვერ მოვახერხე და რაღაცა ძალიან გულდამძიმებული ვარ, გული მწყდება, რომ ვერაფერი ვერ მოვახერხე. აი მაგ გულის წვეთის პასუხად თითქოს აი ღმერთმა სასულიერო პირიდან მითხრა და ნახე რას ამბობდა ეს. შეიძლება ვიღაცამ ვერ მოიტანაო ვერაფერიო, მაგრამ იმისით შეიწირებაო, შეწირულიაო და ეხლა მახსენდებოდა დღეს წმინდა ალექსი შუშანიას სიტყვები, რომ მოწყალე კაცის გული მწუხარეაო, როცა ძმაში მყოფ, როცა გაჭირებაში მყოფ ძმას ხედავსო და ვერ ეხმარებაო და ეს მწუხარებაო ღვთისამიერ საქმეთ არის შერაცხილი. ანუ შენ რაღაც რო გინდა გააკეთო და ვერ აკეთე. აი სიტყვაზე ტაძარში გინდა წახვიდე და ვერ მიდიხარ. განა იმიტომ რომ არ გინდა ან გეზარება ან სხვა რაღაცა. აი რაღაცა არის რეალურად დამოუკიდებელი და ვერ მიდიხარ, ვერ აკეთებ და მაგრამ და წუხარ ამის გამო და ეს მწუხარება ღმერთმა ჩაგითვალა ისე რომ შენ უკვე ეს გააკეთე.
ამას რატო ამბობ, რომ ვიღაცამ შეიძლება მართლაც ვერ შეძლო, ვერ გააკეთა და წუხს ამის გამო და ეს წუხარებაა, რომელიც ისგან შეიწირა. თავის დროზე იმ სასულიერო პირის სიტყვებმა მე ძალიან მანუგეშა და შეიძლება ამ სიტყვებას დღეს ვიღაც ანუგეშა, არ ვიცი. ამიტომაც ვამბობ ესე. ვიღაცა შეიძლება უნდა და ერთი სანთელი დაანთო და ვერ დაანთო, არ ვიცი. და ამის გამო წუხს. მაგრამ ის წუხილი უკვე უფრო მეტი შეიძლება იყოს ვიდრე ის სანთლის დანთო. ნახეთ რას ამბობს. და რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა ხავს სადიდებელად შენდა, ანუ იმ ნაკურთხოლიოზეა ლაპარაკი. რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა ხავს სადიდებელად შენდა და პატივა დიდისა მოწამისა შენისა თეოდორე ტირონის, ანუ შენ სადიდებლად და წმინდა თეოდორე ტირონის პატივსაცემად ის განწმინდა, რომელთაც მიიღონ და რომელთა მოიღეს ესე მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა მიცვალებულთან. ეს ხო მიცვალებულთათვისაც არის, ანუ რომელმაც მიიღოს, ანუ ამით ეს იხმიოს, ამით გამოიკვებოს, რომელმაც მოიტანა თავისი მიცვალებულების მოსახსენებლად და ნახეთ კიდე რა წერია, შეიძლება თქვენ ამას არ აპირდებით ლოცვის დროს. და მიმადლე მათ განსვენებაი და რომელმა შეამზადა ესე სახსენებელად წმინდის ამის სრულყავ და მიეცმა საცხოვრებელი თხოვა იმის. ანუ რომელმაც მოამზადა, შეიძლება დედამ მოამზადა, შვილი გაისარჯა, მიიტანა, ანუ ყველა ვისაც რაღაცა პატარა ხელი ერია ამ საქმეში, არავინ არ დარჩა მოუხსენებელი. არც ის მიცვალებული ვისთვისაც მოიტანეს. არც ის ვინც ამას მიიღებს და ეთქვის მერტ აცხონე ამ ადამიანების მიცვალებულებას. არც ის ვინც მოიტანა და არც ის ვინც გაამზადა. და საცხოვრებელი თხოვა მიეციო და ცხოვრება საუკუნო. ვიცი? ნახეთ, აი ხო თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ შენ როდესაც ზრუნავ რაღაცას ეფერები რაღაც საქმეს, ეს მიცვალებულებს ეფერები. იმ საეკლესიო წესის აღსრულება გინდა გულით რომ შეასრულო რაღაც. და ის მხოლოდ წესი კი არ არის, იმას დიდი შინაარსია. აი ეს გარჯა არის დალოცვილი ღვთისაგან. ესეც რაღაცას გააკეთებ. ღვთისაგან არის დალოცვილი, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება მიცვალებულთა მსახურებას, იმიტომ რომ მიცვალებული ხო ვერაფრით ვერ მოგაგებს შენ სანაცვლოდ. სადღაც შეიძლება ცოცხალ ადამიანზე აზრი გაგიცნდეს, რომ აი სამაგიეროდ მანაც შეიძლება რაღაც გადაგიხადოს. თუმცა ეს არ არის ქრისტიანული აზრი. იმისთვის არ უნდა აკეთო, რომ მანაც დაგიბრუნოს. ეს არ არის სახარებისეული აზროვნება. მაგრამ ადამიანები ვართ, ცოდვილები ვართ, შეიძლება სადღაც ჩაგვებღაუნოს ეს აზრი და რაღაცა გაგაკეთებინოს. მიცვალებულთან დაკავშირებით რა აზრი უნდა მოგივიდეს? თუ არ არის წმენით გაკეთებული. და იმიტომ რომ თუ ვფიქრობ, რომ მიცვალებული შენთვის ილოცებს და შენ ეს დაგიბრუნდება სიკეთეთ, ესეც უკვე წმენის საკითხია. აბა რო არ გწამდეს ესეც ამასაც ვერ იფიქრე. და მიცვალებულთათვის მსახურება ალბათ აი ყველაზე უფრო უანგარო. ნახე რომ მიხვიდა საფლავი დაასუფთავო სიტყვაზე, დავუშვათ აი ხო ხდება ხოლმე და სულ ასე იყო ხოლმე. ახლაც ასე რომ იმ კოლიოს რომ მიცვალებულთათვის გაამზადებენ, შეაწოდებენ თავის მეზობელს, მოიხსენე ჩემი მიცვალებული. ის მიმღებიც ასე უნდა იქცეოდეს, რომ მე თუ აცხოვნე მისი მიცვალებულება, მოიხსენე. სახელი იცი, სახელსაც იცი. მარტო ის კი არა რომ მიადგეს და მიირთას. არამედ მე თუ შენ უშველე მის მიცვალებულებს. აცხოვნე, მისი მომტანიც გაახარე, დალოცე. ეს არის ამ ყველაფრის შინაარსი. აი ხა მაგალითად ერთი კვირის შემდეგ შაბათი რო იქნებოდა, მეორე, მესამე და მეოთხე შაბათები დიდი მარხვისა მიცვალებულთა ხსენების დღეა. ჩვენ ახლა სოფელში მოგვიწევს ხოლმე მსახურების ჩატარება, მაგრამ საღამოს პანაშვიდს აქ მაინც ვატარებთ ხოლმე, რომ აქაც უნუგეშოთ არ იყოს ადამიანი. აქ მთელი კვირის განმავლობაში პანაშვიდები ტარდება და ყოველდღე იხსენიება, მაგრამ იქ რადგან მიცვალებულთა შაბათია უშუალოდ სოფელში წირვა ჩატარდება ხოლმე, მაგრამ პანაშვიდი აქაც ჩატარდება. დღეს არის ასევე ხსენება კოლაელი ყრმების.
ეს სკოლა არის ადგილი, სადაც დაახლოებით იქით არის მტკვარი, რომ სათავეს იღებს. დღევანდელი იგი თურქეთის ტერიტორია არის, მაგრამ ისტორიული ტაო-კლარჯეთი. და იქ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ბავშვებიც თამაშობდნენ და ბავშვია ამიშანება. ის კი არა ბავშვი კი არა, დიდები მეგობრობა და წმენის გამო როგორ უარყოფ ადამიანს და არ იმეგობრებ თავისუფლად და წკრავ, მაგრამ იქ მით უმეტეს ბავშვები არიან და მაგრამ როდესაც ირეკებოდა ეკლესიის ზარები და ქრისტიანი ბავშვები ტაძარში მიდიოდნენ, ამათ ეუბნეოდნენ, რომ თქვენთვის არ შეიძლებაო იქ დასწრებაო, იმიტომ რომ თქვენ არ ახართ მონათულებიო და ამ ბავშვებს კიდე უნდოდათ, რომ მათთან ერთად ყოფილიყვნენ, ტაძარში შესულიყვნენ. მერე ისე გააკეთეს, რომ ჩუმად მოინათლნენ, ღამით მონათლნენ უდელმა ეს ბავშვები. მერე მშობლებმა რომ გაიგეს, მოვიდნენ და მოკლედ ერთი ამბავი ატეხეს. არ უნდოდათ ამ ბავშვებს წასვლა, ესენი ძალით მიყავდათ. ბოლოს მოკლედ იმით დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ მთავართან მივიდნენ და მთავარმა უთხრა, თქვენი შვილები არიან და როგორც მინდათ ისე მოეკეთეთ. ამოთხარეს ერთი დიდი ორმო და ჩაყარეს თავისი შვილები მშობლები და ქვებით ჩაქონეს. ეს სკოლაელი ყრმები. ეს ახლა რა თქმა უნდა ერთი მხრივ ჩვენ რო ვისმენთ ისა სტიკია მათი მხრიდან. მაგრამ რამდენ დედას გაუკეთებია ეგეთი სისტემა. და მაინც ორმო უნდა ამოთხარო და შიგნით ჩაყარო, აბორტი იგივე არ არის. და ქვით მოკლავ თუ დანით მოკლავ რა. რამე განსხვავება არის? იმიტომ ესეც დასაფიქრებელია. ერთი რომ ეს ისინი წმინდანები არიან და ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ და ფარველები არიან ისინი ზეციური, მით უმეტეს პატარა ბავშვები, პატარები იყვნენ. მეორე მხრივ ეს ჩვენ როდესაც ამას ყვები, აი სულ არის ეს შეშფოთება. როგორ გააკეთეს? რა ამ რო გააკეთა, ეს არის გაკეთებული და დღეს რო დედა ამას აკეთებს, ეგ არ არის იგივე. იმიტომ სინანული მართებს თითოეულ ადამიანს, ამას ხელი ურევია და სინანულით კიდე ადამიანი შეიძლება გადარჩეს. სინანულმა ადამიანი უნდა აცხონოს. ამისთვის არის სინანული, რომ რაღაცა შეინანებ და შეიცვლი შენ ცხოვრების წესს. და არამც თუ შენ აღარ გააკეთებ, არამედ პირიქით თუ სადმე გაიგებ, რომ ვიღაცა ამას აპირებს, შენ უნდა აუხსნა. ეს რა არის? ერთია, მეორეა ის, რომ ამდენად მოგისმენს, მაგრამ შენ თუ ხვდები, რომ ხმა მიგიწდება იქამდე და შენს აზრს გაითვალისწინებს, ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ გადაწყვეტილი ქონია ადამიანს მოეშორებინა შვილი და ვიღაცის თქმით ეს გადაუფიქრებია. ესეთ შემთხვევით არ ხდება. ამიტომ აი თითოეული დედა, რომელსაც ეს აქვს გაკეთებული, უნდა იყოს იმისთვისაც მოწადინებული, რომ არამც თუ თვითონ აღარ გააკეთოს, არამედ სხვასაც დაუშალოს, აუხსნას, გაარკვიოს რა შეა საქმე, რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა და მთელი ცხოვრება ეს ცოდვა უნდა ატაროს. შეგვეციოს წმინდა დიდმოწამე თეოდორეს მეოხება ღვთის წინაშე, წმინდა კოლაელი ყრმების მეოხება, თქვენი ლოცვა შეეწიოს ჩვენს მიცვალებულებს უყურეს. ჩვენ საღამოს 4 საათზე სოფელ ფლავში გვექნება მსახურება. თუ მშვიდობა იქნება და ხვალდილით წირვა იქნება იქიდან. შაბათ საღამოს ჩვეულებრივად აქ იქნება ლოცვა. მე შეგვეციოს, ჩვენთანაც ღმერთი.